მოგესალმებით. მე ვარ ნინა შონხოფი, ვედური ასტროლოგი და ამ ვიდეოში ვაპირებ მოგიყვეთ ჩემი საავტორო ვორქშოპის შესახებ, რომელსაც ქვია პლანეტარული ჰარმონიზაცია. შევეცდები მაქსიმალურად აგიხსნათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია სიტყვებით გადმოგცეთ იქ რაც ხდება ამ ვორქშოპზე, მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად აგიხსნათ, ვისთვის არის ეს და რას შეიძლება ელოდეთ რაც ცვლილებებს ამ ვორქშოპზე დასწრების შემდეგ. ესე იგი, ვედური ასტროლოგია, ვინც არიცით რა არის, ეს არის ასტროლოგიის მიმდინარეობა, რომელიც მოდის ინდოეთიდან. ინდური სიბრძნის ნაწილია, ისევე როგორც მაგალითად იოგა. ის რაც საქართველოშია გავრცელებული და საერთოდ დასავლეთში, მას ქვია დასავლური ასტროლოგია. რითგან სხავდება ახლა ვედური ასტროლოგია დასავლური ასტროლოგიისგან? განსხვავდება იმით, რომ არის უფრო ღრმა, არის ძირითადად სულიერ მიზნებზე სულის ორიენტირებული, მაგრამ ასევე მატერიალურ სამყაროსაც ძალიან ზუსტად აღწერს და ესე იგი, ეს სიბრძნე გადმოგვეცემა ძალიან ბევრი საუკუნის განმავლობაში, ანუ უძველესი ასტროლოგიის სახეობაა, ასე ვთქვათ. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს ვორქშოპს, საიდან მოვიდა ეს იდეა და როგორ შევქმენი. ესე იგი, ამისათვის ჯერ დავიწყოთ იქიდან, რა არის ასტროლოგიური რუკა. გაგიგიათ ალბათ ჩვენი დაბადების დრო, ადგილი განსაზღვრავს ჩვენს დაბადების რუკას და ჩვენს დაბადების რუკაში ჩანს ჩვენი ხასიათი. მაგრამ ჩვენი ხასიათი ზოგს გონია, რომ რადგანაც ესეთი კონკრეტული რუკა მაქვს, ჩემ ცხოვრებაში არ შეიძლება რაღაც შეიცვალოს, არ შეიძლება მე ძალიან ძირეულად შევიცვალო. მაგრამ სინამდვილეში ჩვენი დაბადების რუკა არის უბრალოდ საწყისი ნაწილი, ეს ის მომენტია, ეს ის ხასიათია, ეს ის ჩვენი თვისებებია, რომლითაც მოვედით დედამიწაზე. შემდეგ გვაქვს ჩვენ მთელი ცხოვრება იმისთვის, რომ ძირეულად შევცვალოთ, გავიაროთ რაღაც ტრანსფორმაცია, რაღაც რაც არ გვაწყობს ჩვენში, ძალიან დიდზე შევცვალოთ. და ტრადიციული ასტროლოგები ძირითადად, როდესაც მიდიხარ კონსულტაციაზე, გეუბნებიან, რომ მაგალითად ესეთი ხასიათი გაქვს, ამას უნდა მიაქციო ყურადღება, ეს უნდა შეცვალო. ან ვთქვათ რუკაში, იმიტომ რომ ეს პლანეტა დაზიანებულია, კარგი ურთიერთობა ვერ გექნება ვერასოდეს ცხოვრებაში პარტნიორთან და ასე შემდეგ. მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. მე ვთვლი, რომ ჩვენ თუ მოვინდომეთ, შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ. იმიტომ რომ ის ენერგია, რომლითაც დავიბადეთ, ანუ ეს არის უბრალოდ ჩვენი დაბადების პლანეტარული ენერგია. ჩვენ გვაქვს საშუალება იმის, რომ ჩვენი რუკა შევცვალოთ იმ კუთხით, რომ ძალიან დიდზე შეგვიძლია ჩვენში, საკუთარ თავში პლანეტარული ენერგიები შევცვალოთ. აი ამ ცვლილებებისთვის არის პლანეტარული ჰარმონიზაციის ვორქშოპი, სადაც ჩვენ ფაქტიურად ჩვენს ძალიან სიღრმისეულ, ძალიან ძირეულ თვისებებს ვცვლით, რასაც სხვა მეთოდით ალბათ, რა ვიცი, წლები დაჭირდებოდა. რა თემა შეიძლება ვთქვათ, აწუხებდეს ადამიანს, რომ მოვიდეს ჩემთან ვორქშოპზე. ნებისმიერი დაწყებული იქიდან, რომ შეიძლება ვთქვათ, ვიღაცას კონდეს თვითდაჯერებულობის, თავდაჯერებულობის პრობლემა, თვითრეალიზაციის პრობლემა, მატერიალური პრობლემები, მაგალითად, მის ცხოვრებაში არ იყოს არასოდეს, ვთქვათ, მატერიალური ენერგია, ფულის ენერგია ისე გამოხატული, რომ ეს ადამიანი კმაყოფილი დარჩეს. ურთიერთობაში პრობლემები, როდესაც გვხდება მაგალითად დაახლოებით ერთი და იგივე ტიპის ურთიერთობა. ან ხარ რაღაც ურთიერთობაში, რომელიც არ გაწყობს და ვერ გამოდიხარ იქიდან. ნებისმიერი, აბსოლუტურად ნებისმიერი პრობლემა, რაც შეიძლება მოიფიქროთ, შეიძლება მოიტანოთ ამ ვორქშოპზე. ეხლა აქ რა ხდება? აქ მე კი არ დაგარიგებთ უბრალოდ და გეტყვით, რომ რაღაცა სხვანაირად უნდა გააკეთო. აქ თქვენში შიგნით იცვლება რაღაცა და ყოველგვარი თქვენი ძალისხმევის შემდეგ იგივე სიტუაციაში იქცევით სხვანაირად. ცნობიერების იმ დონეზე ჩადის ეს ვორქშოპი თქვენში, რამდენზეც მზად ხართ.
და რამდენიც თქვენი ფსიქიკისთვის არის კომფორტული. თუ ხართ ტრანსფორმაციისთვის მზად, მაშინ ჩავა იმ სიღრმეზე, რაც საჭიროა, რომ თქვათ, ერთ workshop-შიც კი თქვენში ძალიან დიდი რაღაც შეიცვალოს. თუ არ ხართ მზად, მხოლოდ იმ დონემდე ჩავა წავაცვლილება თქვენში, რისთვისაც მზად ხართ. ხო, დაახლოებით ეს არის, რისი ახსნას სიტყვებით შემიძლია, ვისაც აქვს მაგალითად სოციალური ფობია და გონია რომ სხვა ადამიანებთან ერთად მისთვის არ იქნება კომფორტული რაღაც თერაპიული პროცესის გავლა. თქვენ იქ არ გჭირდებათ მოყვეთ თქვენი პრობლემების შესახებ, ან რაღაც გააზიაროთ. ეს ენერგეტიკულად ხდება ყველაფერი. თქვენში შიგნით რა პროცესები მიმდინარეობს, გარეთ არ ჩანს. და შემდეგ რამდენადაც ენერგია იკორება, ყველა ადამიანი, რომელიც იქ მოდის, გრძნობს თავს ძალიან კომფორტულ გარემოში. ის ადამიანებიც კი, რომელსაც კონტაქტი უჭირთ, ისინიც კი, ანუ ესეთი რაღაც ხდება ხოლმე ხშირად, რომ დამთავრდა workshop-ი და ადამიანებს წასვლა არ უნდათ სახლში, იმიტომ რომ მათი ენერგია იმდენად ერთმანეთთან ემპათიით აღივსო, იმდენად გაერთიანდა. მოკლედ ძალიან საოცარი პროცესი მიმდინარეობს. მოქმედებს თუ არა თუ არ გჯერა საერთოდ ასტროლოგიის. მოქმედებს ენერგიაა და არ არის საჭირო იმისთვის, რომ რაღაც გჯეროდეს. შენში აუცილებლად მაინც ყველაფერი იცვლება, რაც მზად არის იმ მომენტისთვის, რომ შეიცვალოს. თქვენ ძირითადად თუ ამ ვიდეოს მოусმენთ, უფრო მიაქციათ ყურადღება თქვენს ინსტინქტს, ანუ შიგნიდან რაღაცამ უნდა გითხრათ, რომ კი, მე მჭირდება აქ წასვლა და არა გონებით უნდა გადაწყვეტოთ, აი რაღაც იმპულსი უნდა იგრძნოთ, შინაგანი იმპულსი უნდა იგრძნოთ, რომ მე მზად ვარ, რომ რაღაც შევცვალო ჩემში. ხო, საბერძნეთში, ათენში ვატარებ ამ workshops 5 აპრილს. დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ ლინკზე ნახოთ, რომელიც ამ ვიდეოს ქვეშ იქნება და მოხარული ვიქნები, ჩატარდება ქართულ ენაზე და მოხარული ვიქნები თუ მოგბრძანდებით და თქვენ თავს შანსს მისცემთ უკეთესი ცხოვრებისთვის. გემშვიდობებით.